ანაც კიტიშვილი, 28 წლის, მაქვს ADHD, ვარ ექიმი, ლექტორი. ADHD-ზე როცა დავიწყე ფიქრი, იყო მე-6 კურსის ბოლოს. ADHD-ის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემა არის ის, რომ გიჭირს შენი ყურადღების ისეთ რაღაცეებზე მიმართვა, რაც იმ მომენტში არის მნიშვნელოვანი. შენი სხეული შენს ტვინს არ ემორჩილება. ADHD-ის მქონე ბავშვები 6-ჯერ უფრო მეტ შენიშვნას იღებენ, ვიდრე არა ADHD-ის მქონე ბავშვები. ხარ შენი თავის კრიტიკოსი, გარშემოც ყველა გაკრიტიკებს, თან ეს შენიშვნები არ არის გაბალანსებული შექებით. გამომდინარე შენი გარემოდან, ხო, როგორ შეგზღუდავს ეს შენი გარემო, ისეთივე იქნება შენი უნარ-შეზღუდულობა. თოვლის გუნდა რომ ჩამოგორდება ემაზე ფერდობზე და ბოლოს რა ერთი ძალიან დიდი ბურთივით არის, აი დაახლოებით ეგეთი შეგრძნება არის ცხოვრობდე არადიაგნოსტირებული კონდიციით ცხოვრებაში. რაღაც მომენტში უკვე მივხვდი, რომ აი საერთოდ აღარ მუშაობდა არანაირი სტრუქტურა რაც მქონდა. დავჯდები, წავიკითხავ ერთ გვერდს და უცებ ხვდები, რომ საერთოდ სხვაგანა ვარ. ეს ხდება ინტენსიურად. რომ მივედექი ისეთ თემებს, რაც აი ძალიან მიყვარდა და ძალიან მაინტერესებდა და იქაც რომ ზუსტად იგივე პრობლემები შემხვდა, აი მად მივხვდი, რომ რაღაცაში არის საქმე. დავიწყე მე უკვე ADHD-ზე მოძიება ინფორმაციის და საბოლოო ჯამში მივედი აი ამ დიაგნოზამდე. ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაც რაც გავაკეთე არის, რომ ჩამოვშალე ნეგატიური და მავნე რწმენები ჩემს თავზე. დღესდღეობით ვარ ლექტორი. ძირითადად ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საგნებს ვასწავლი. ძალიან მიყვარს ხოლმე ჩემი სტუდენტების აზრის მოსმენა. და ვეუბნები, რომ აი, ოდესმე თუ წარმოიდგენით, რომ აი ექიმი იყოს ADHD-ით. ან თქვენი ლექტორი. ძალიან შეერთამობენ, რომ არა, რაც ძალიან რთულია. მე ვეუბნები, რომ გამარჯობა. ძალიან პატარავაში მიმიყვანეს ჩემმა მშობლებმა, მე მგონი 5 წლის ვიყავი. პირდაპირ მითხრეს, რომ აბა მიდი ისრიალე. იმდენი რაღაცა იყო გასათვალისწინებელი, თან ახლა 5 წლის ასაკისა ხარ. თან ADHD-ით ძალიან რთული იყო და უბრალოდ ვეღარ გავუმკლავდი და მე ჩემს მშობლებს ვუთხარი 1 წლის მერე, რომ აღარ მინდა თქო. შეიძლება ADHD-ის მქონე ბავშვმა უარი თქვას რაღაცაზე, იმიტომ რომ ის გარემო მისთვის არის ძალიან რთული. შეიძლება ძალიანაც უყვარდეს იმ რაღაცის კეთება, მაგრამ იმდენად რთულია და გადამტვირთავი, რომ უბრალოდ ნებდება მე. იმ მომენტში, როცა ყინულზე ხარ, შენ უნდა გქონდეს შენი გარემოების აღქმა ძალიან კარგი, შენი სხეულის აღქმა უნდა გქონდეს და უნდა შეგეძლოს დეტალებზე ყურადღების მიქცევა. საბოლოო ჯამში მიზანმიმართულად თუ შემთხვევით, ისეთი საინტერესო უნარჩვევები გივითარდება, რაც მერე შეგიძლია გადაიტანო ცხოვრების სხვა სფეროებში. საბოლოო ჯამში ფიზიკურადაც უკეთესად გრძნობ თავს და მენტალურადაც უკეთესად გრძნობ თავს.